დღეს მე როგორც საქართველოს მოქალაქე ვერ გძნობ რა ჩემი ძირითადი უფლებები დაცულია და ძალიან ძნელია მარტო შეშმო პირთა უფლებებზე კონცენტრირდე, იმიტომ რომ პირველადი საჭიროებები არ მაქვს დაცული. ანუ მე ქუჩაში რო გავდივარ, არ ვიცი რომ ტროტუარზე სიარულის გამო პოლიცია არ დამიჭერს თუ არა, იმიტომ რომ მაგალითად ნელა დავდივარ და შეიძლება გზის შეფერხებად ჩამითვალონ. მე არ ვიცი რომ რა ვიცი უცხოეთში მაგალითად მიწვეული ვიყავი, ეხა ექსპერტად, საერთოდ სხვა პროექტი იყო, საერთოდ არ ეხებოდა საქართველოს, მაგრამ დამკვეთმა თქვა, რომ იცი რა, ქართველებთან არ გვინდა თანამშრომლობა, იმიტომ რომ რისკია. ანუ ხვალ გამოდის, რომ მე რაღაც კვლევაში მივიღო მონაწილეობა და ჰონორარი ავიღო, მაგის გამო შეიძლება დამიჭირო, რა გზა რო გადავკეტო, იმიტომ რომ შეშემოყირებისთვის სერვისები მოვითხო, მაგაზეს დამიჭერენ ციხეში, ანუ ჩემი კონსტიტუციური უფლების დაცვა არ შემელია და ანუ როგორ ვისაუბრო სეპარირებულად შეშემოყირთა უფლებებზე. როგორც ხალხს მაგალითად ვიცი რომ სტამბოლის კონვენციიდან აპირებენ გამოსვლას და კიდე დამატებითი დაუცველობის შეგრძნება გამიჩნდა იმისი რომ რაღაცა კიდე დამატებით ან ისედაც ვიცი რომ ანტიგენდერული პოლიტიკაა ქვეყანაში, მაგრამ დამატებით ზეწოლა იქნება.